რაზე ოცნებობდით ბავშვობაში? თავისუფლებაზე. თქვენი ოცნება ახლაც ეს არის? ოცნება რა, საქმე არის ეს მამასგან. თავისუფლება, თავის უფალი. როგორ გესმით თქვენ ეგ სიტყვა? მისი წარმომადგენელი ხარ შენ. ყველა ფიფკი წყალი არის. მამას გარეშე ვერ იქნები. თავის უფალი. მამა ვინ არის? მამა არის ვისი შექმნილიც ხარ შენ. რაზე ოცნებობდით ბავშვობაში? მინდოდა რომ გავხდარიყავი პრინცესა, ბევრი კაბა მინდოდა და ტკბილეული, მაგრამ რატომღაც, რავი, მე ხელი ჩავიქნიე, იმიტომ გავიზარდე და მივხვდი რომ არ ყოფილა ყველაფერი ნამდვილი და ჩემი ძმას მეუბნებოდა რომ მოკლედო, ანუ კაროჩე რა, არ სანტა კლაუსი არ არისო ნამდვილიო, არ ტკბილისფერიაო და პატარა ბავშვობაში უკვე იმედი გამეცრუა და ხელი ჩავიქნიე. თორე ძალიან ბევრი რამეზე ოცნებობდი, სულ მინდოდა ვარდისფერი კავები, ფუსლები, ბევრი ტკბილეულები და რო ყოფილიყავი პრინცესა. საყვარელი ხარ. ახლა რაზე ოცნებობ? ახლა მინდა რომ უბრალოდ წარმატებული ადამიანი ვიყო, მინდა რომ ჩემი ოჯახის წევრები კარგად იყვნენ, ჩემი მეგობრები კარგად იყვნენ, მინდა რომ ჩავაბარო სკოლა, უნივერსიტეტი, მქონდეს სამსახური, ოჯახი, სახლი და მივახცე იმას, რაც მინდა რა. მოკლედ, რავი, და შვილები რა თქმა უნდა მინდა თავისთავად რომ კარგად იყვნენ ჩემი შვილები. ხო, ცოტა უფრო რეალური. გისურვებ რომ ყველა სურვილი და ოცნება აკიხდეს. მადლობა წარმატებისთვის. თქვენც ასევე ნახვამდის. რაზე ოცნებობდით ბავშვობაში? რო დაბადების დღეზე დავეპატიჟებინე კლასელებს, იმიტომ რომ არავინ არ პატიჟებდა დაბადების დღეზე. ეხაც არავინ არ პატიჟებს დაბადების დღეზე, მაგრამ მაშინ არავინ არ პატიჟებდა, ამიტომაც დღემდე ესნათ რომ მოგვს. რატომ არ პატიჟებდნენ? არ ვიცი, ბევრი მეგობარი არ მყავდა. კლასშიც აი ყველას თუ პატიჟებდნენ, მარტო მე არ პატიჟებდნენ ხოლმე და აი თუ ნახავთ ახლა ამ ვიდეოს, იცოდეთ რომ ჩემი მეგობარი პატიჟებს დაბადების დღეზე და ეხა უკვე ამიხდას თუ ისე სურვილი. ესე იგი ოცნება ახდენილია. და ახლა რაზე ოცნებობთ? ეხლა ვოცნებობ რომ არ ჩვეწმა ავიღო ხო ვიწყებ ახლა სწავლას და ნერვიულობ და ეგ მაქვს ჯერ პატარა ოცნება და აი რო ავიღებ მე რომ ნახოთ რამე თუ შეიცვლება. გისურვებ რომ ეგ ოცნება აგისრულდეს. ასევე რაზე ოცნებობდით ბავშვობაში? პოლიციელობაზე. უი რა საინტერესოა გიხდათ? სამწუხაროდ ვერ რადგან პრავა არ მაქვს და ვერ ჩავაბარე მაგის გამო. ძალიან ცუდია. ახლა რაზე ოცნებობთ? ახლა ვოცნებობ საკუთარ სახლზე. ჯერჯერობით მარტო ცხოვრობ, მაგრამ მინდა რომ ეს სახლი ვიყიდო. და რავი, ალბათ შეყვარებულს. ყველა ოცნების ახდენას გისურვებ. ძალიან დიდი მადლობა თქვენც ასევე. რაზე ოცნებობდით ბავშვობაში? პრეზიდენტი მინდოდა რომ ყოფილიყავი. რატომ გინდოდათ პრეზიდენტობა? რავი, არ მომწონდა საერთოდ არც პრეზიდენტები, არც საქართველოს ანუ როგორც იყო რა ყველაფერი. ესე იგი რაღაცების გამოსწორება გინდოდათ და არა ძალაუფლება. კი. და ახლა რაზე ოცნებობთ? ეხლა გიტარის ყიდვაზე. და მეძე აღარაფერზე დიდად. რაზე ოცნებობდით ბავშვობაში? ზოგადად კონკრეტულ რაღაცაზე არ არის, რაც ყველა ბავშვს აქვს ისეთი ოცნება, ალბათ უფრო სიმშვიდეზე და სიწყნარეზე, იმიტომ რომ ცოტა რთული ბავშვობა მქონდა. ძალიან სამწუხაროა და ახლა რაზე ოცნებობთ? ახლა კონკრეტული ისეთი ოცნება არ მაქვს ალბათ, რაზეც ოცნებობდი სიმშვიდე, სიწყნარე და ბედნიერება ახლა მაქვს. რაზე ოცნებობდით ბავშვობაში? კოსმონავტობაზე. როგორი საინტერესო ოცნება, რატომ გინდოდათ კოსმონავტობა? მაგარი იყო კოსმოსი. როგორი წარმოგიდგენიათ კოსმოსი? დიდი. და ახლა რაზე ოცნებობთ? ახლა ვოცნებობ, რომ მუსიკით ფული ვიშოვო, მაგრამ ვერ ვშოულობ. სამწუხაროა. ნამდვილად. მაგრამ იქნება რაღაცა რა. ნამდვილად. კი. წარმატებულად. მადლობა. კარგად. კარგად. რაზე ოცნებობდით ბავშვობაში? ბავშვობაში ექიმი რომ გამოსულიყავი არ ვიცი. აგიხდათ ოცნება? არა. იმედი არა. რატომ არ წახვედით მაგ გზით? იმიტომ რომ მე ნახეს ხატვარა და მაგას გავყევი უფრო. გასაგებია და ახლა რაზე ოცნებობთ? ხატვარი რომ გამოვიდა. ხატვარი რომ გამოხვიდეთ, ამაზე ოცნებობთ? კი. ხომად გახართ ამ გზას, მომავალში მხატვარი იქნებით ალბათ, ხო? იმედით კი.
მადლობა, წარმატებებს გისურვებ და ოცნების ახდენას. კარგად იყავით. რაზე ოცნებობდით ბავშვობაში? სუპერმენი რო ყოფილიყავთ ის. რატომ? ან ფრენავს და მაგიტო მას მინდა რომ ვიფრენო. ან ბავშვობაში მინდოდა. ფრენის გამო გინდოდა სუპერმენობა? ჩიტობა? არა. სუპერმენობა ჯობია. და ახლა რაზე ოცნებობთ? ბევრი ფული რომ მქონდეს. ძალიან კარგი ოცნება. როგორ გონია აგიხდება ეგ ოცნება? კი. რა საკეთებ ამისთვის? ჩემ თავში ვარ დარწმუნებული. ხოლო საკუთარ თავში დარწმუნებულობით გგონია რომ ბევრი ფული გექნება. მაჩემს არიცი. და ვინახავ ყოლაბაში. გისურვებ რომ აგიხდეს ყველა ოცნება რაც გაქვს ცხოვრებაში. რაზე ოცნებობდით ბავშვობაში? ბავშვობაში ბანკირობაზე. რა საინტერესოა და ახლა რაზე ოცნებობთ? ეხლა აღარა მაქვს. რაზე ოცნებობდით ბავშვობაში? ჩემი ბავშვობა დაემთხვა სამოქალაქო საფრთხის დაკარგვას და იმდენად ღრმა იყო ეს ტკივილი, რომ აი ყოველგვარი პათეტიკის გარეშე ვოცნებობდი, რომ აი ჩვენ და აფხაზები ერთად ყოფილიყავით. აი ეს იყო ჩემი ოცნება ბავშვობიდან, რომ ჩვენ დავუბრუნდებოდით აფხაზეთში და აფხაზებთან. ახლა უნდა გკითხოთ ახლა რაზე ოცნებობთ, მაგრამ გონია რომ თქვენი ოცნება არ შეცვლილა. ზუსტად ეგრეა და დაემატა კიდევ ოცნებები იმისი, ხა ოცნებაც სხვანაირი გახდა, ხო, ბუნებრივი რაღაც. ოცნებას აღარ ვეძახით ამ ყველაფერს, ხო, ეს ბავშვობაში რჩება ხოლმე ეს რაღაცა ჯადოსნური განცდით. დღეს უკვე ეს ყველაფერი არის რაღაცა ჩვენი პირადი ძალისხმევის ისაც არის, პასუხისმგებლობაც არის ჩვენზე, რომ ეს რაღაცება, ამ რაღაცებამდე, ამ ოცნებებამდე ჩვენ თვითონ მივიდეთ და ხო, საქართველოს გამთლიანება და კიდევ ჩვენი ის რომ ერთმანეთი ჭეშმარიტად შევიყვაროთ. ჩემი სურვილიც არის ეს და იმედია აგვიხდება ოდესმე. რაზე ოცნებობდით ბავშვობაში? ბავშვობაში ძირითადად ალბათ პროფესიულ წინსვლაზე, ისე განსაკუთრებული არაფერი არ მახსენდება, რომ აი ძალიან ღრმა ბავშვობაში რა პროფესიის გინდოდათ გამოსულიყავით მაშინ? როგორც ყველას პრეზიდენტი ალბათ. და რატომ გინდოდათ პრეზიდენტობა? ძალაუფლების გამო თუ რაღაცების გამო? არა, ძალაუფლების გამო, უბრალოდ ბავშვური ოცნება იყო, როგორც ალბათ ყველას ჰქონდა და განსაკუთრებული. და ახლა რაზე ოცნებობთ? ნათელ მომავალზე არ ვიცი. ერთადერთი ოცნება რაც მაქვს, მინდა რომ ჩვენ ქვეყანაში იყოს მშვიდობა. მეტი ისეთი არაფერი განსაკუთრებული. რაზე ოცნებობდით ბავშვობაში? ბავშვობაში ვოცნებობდი რომ მსახიობი გამოვსულიყავი. ან ბალერინა, ბალეტზე დავდიოდი და მინდოდა ბალერინობა. არა გიხდათ ეს ოცნებები? ვიარე ცოტა ხანი, მაგრამ მე მშობლებმა დამანებებინეს თავი და ქართულ ცეკვებზე გადავედი, ასე რომ ბალერინა ვერ გავხდი და ძალიან გული მწყდება. და ახლა რაზე ოცნებობთ? ეხლა ვოცნებობ მშვიდობა იყოს და ჩემი შვილიშვილები ცხოვრობდნენ ისეთ ქვეყანაში, რომელიც ევროპის დონე შეეფერება. ეს არის ჩემი ოცნება და ყველა ჯანმრთელად ვყავდეს. რაზე ოცნებობდით ბავშვობაში? სამხატვრო აკადემიაში ჩავარებისთვის. აგიხდათ ოცნება? სამართალზე ჩავაბარე. რატომ? იმიტომ რომ სამწუხაროდ დღეს ხელოვნება, ხელი და ხატური აღარა იფასება ისე, აღარა აქვს ისეთი ფასი, იმიტომ რომ ხელოვნური ინტელექტია და თვითონ დახატავს ყველაფერს. ამიტომ გავუფასებდა. ახლა რაზე ოცნებობთ? ახლა იმაზე რომ უნივერსიტეტი კარგად დავხურო და მაგისტრატურაზე გადავიდე. რაზე ოცნებობდით ბავშვობაში? ვაცნობდი რომ გამოსულიყავი ხელოვანი. აგიხდათ ოცნება? კი. ძალიან კარგია და ახლა რაზე ოცნებობთ? ეხლა ვაცნობ რომ ჩემი ახლობლები იყვნენ კარგად. იმიტომ რომ ბოლო დროს რაც ხდება ყველგან ძალიან დიდ დისკომფორტს მიექმნის ალბათ. და საყვარელი ადამიანების დაკარგვა მე უფრო გაფასებინებს რაც გაქვს და ეგ ალბათ. დაკარგეთ ვინმე საყვარელი? ბებია და საუკეთესო მეგობარი. ძალიან მწუხვარ. არა უშავს. მგონია რომ თუ ჩვენ გჯერა, რომ ისინი ჩვენთან არიან, ესე იგი ჩვენთან არიან რა. და ოდესმე სადმე შეიძლება ისევ ვნახო. კი რა თქმა უნდა. შეიძლება ვნახოთ, შეიძლება არა, მაგრამ რა მომენტებიც ერთად გავიარეთ, მგონია რომ სულ ჩვენთან ერთად იქნებიან. ამიტომ ძალიან არ ვღელავ.